ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ არაფერი არ ხდება გაზაფხულს ისე, როგორც ჩაკაფული. ამიტომ დღეს ჩემებურ ვერსიას ქათმის ჩაკაფულს შემოგთავაზებთ. თავარია ქათამი იყოს ნოსტი. პირველ ეტაპზე დავამუშავოთ ქათამი. შემდეგ დავჭრათ მომცრო ზომის ნაჭრებად. მოვამზადოთ მწვანილი. დავჭრათ ტარხუნა, მწვანე ხავი, ქინძი, ოხრახუში და მწვანე წიწაკა. მწვანილი დაჭრილია, ტყიმლის ქილა გახსნილია, ქათამი დამუშავებულია, ვეცადე რომ ძირითადად მაინც რბილი ნაჭრები დამეტოვებინა და ძვლები გავაცალე. გვაქვს ღვინო, კარაკი და დავიწყოთ აწყობა. კარაკი, შემდეგ მწვანილი, ქათმის ხორცი, მარილი და ისევ მწვანილი. კვლავ ქათამი, მარილი, მწვანილი. ერთი ფენა ტყემალი და ბოლოს რა, თუ არა ღვინო. დავახუროთ თავზე, დავადგათ დაბალ ცეცხლზე და მხარშოთ დაახლოებით 40 წუთი.